საჭმელი ჭამის მერეც ისე გეგონა, ვითომ კიდე მინდა საჭმელი. საჭმელი ჭამის მერე ძილი გინდა, ან სულ დაგლილი ხარ. დგე კონცენტრაციაზე არ ახართ. დაგავიწყდება რაღაცები, სადავდე, რა გავაკეთე, აზრზე არ ახარ. წონის დაკლება ცდილობს, მაგრამ ვერ უკლებს წონაში და მოიმატება წონა, ირგლივს აქ მუცელის წონა იმატება. სარჯე გინდა მალე-მალე, ან პირი გაქვს სულ მშრალი, გაქვს შავი, იგლიებში ან ამ ადგილებში. მაშინ ამას ქვია ინსულინის რეზისტენტობა, რომელიც თუ დატოვე ესე 4 წლის ან 5 წლის მერე ეს გახდება დიაბეტი, ტიპი 2-ის დიაბეტი. და თუ გინდა რომ ეს არ გახდე დიაბეტი, სწორი კვებით შეიძლება მაგისი მკურნალობა. ეს არ არის დაავადება, სიტუაცია, რომელიც სწორი კვებაზე რომ დაჯდები, 3-4 თვეში დალაგდება ყველაფერი და თქვენი ნერვები ენერგიით. კარგად და ჯანმრთელად.